ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ისტორიული საბუთების დედნების დიგიტალიზაცია განხორციელდა და მონაცემთა ბაზა შეიქმნა. პროექტის ფარგლებში მოხდა 5000 ისტორიული საბუთის ციფრულ ფორმატში გადატანა. მონაცემთა ბაზისთვის შეიქმნა საგანგებო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დოკუმენტებში მოხსენიებული ისტორიული პირების, გეოგრაფიული სახელების, საბუთის ავტორებისა და დამამტკიცებლების მოძიება. პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. სხვადასხვა სახის ელექტრონული ბაზები, ერთ-ერთი პირველი პრეცედენტი სწორედ ეს არის, ეს პროექტი ისტორიული საბუთების დიგიტალიზაცია და მონაცემთა ბაზა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ დარგის მკვლევარს, ისტორიკოს, ფილოლოგს, ხელოვნების ისტორიკოს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება საფრთხიდან გაუსვლელად ინტერნეტში მოძებნოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია. პროექტი ისტორიული საბუთების დედნების დიგიტალიზაცია და მონაცემთა ბაზა ითვალისწინებს ისტორიული დოკუმენტების, ორიგინალი ისტორიული დოკუმენტების ციფრულ ფორმატში გადატანას და ასევე პროექტისთვის საგანგებოდ შეიქმნა მონაცემთა ბაზა, რაც ძალიან აადვილებს საძიებო სისტემას. ისტორიული საბუთები არის ისეთივე კულტურული ძეგლი, როგორც ნებისმიერი სხვა. აქედან გამომდინარე, მის დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. არაერთი საინტერესო სამეცნიერო კვლევა განხორციელებულა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბაზაზე. ამ კონკრეტულ კვლევაზე ფონდის მხრიდან დაახლოებით 80,000 ლარი იქნა გამოყოფილი და მასზე მაღალკვალიფიციური მეცნიერთა ჯგუფი 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. კვლევის შედეგად შეიქმნა საკმაოდ საინტერესო მონაცემთა ბაზა, რომელიც დაახლოებით 5000 ისტორიულ საბუთსა თუ დოკუმენტს აერთიანებს და ისინი ელექტრონულ ფორმატში იქნა გადატანილი და განთავსებულია სწორედ ამ ბაზაში და ბაზის საშუალებით მასზე წვდომა უკვე შესაძლებელია არა მხოლოდ თქვათ მეცნიერთა ვიწრო წრისათვის, არამედ სტუდენტებისათვის და ყველა დაინტერესებული პირისათვის.